ეს არის ტერიტორია, რომლის შემოღობას და უსაფრთხოების ზომების დაცვას მეოთხე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია უკვე მესამე წელია ითხოვს. ამ ადგილზე სავაჭრო ობიექტი მდებარეობდა, შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოხდა. ტერიტორია სკოლის ეზოს ესაზღვრება, სადაც ბავშვები თამაშობენ. შეიძლება მივიდეს ბავშვი ან ჩამოვარდეს ან რაღაც ან იქიდან მიწა ჩამოშორდეს და ჩამოვარდეს ბავშვი. ჩვენი თხოვნა არის რომ შემოიღობოს კარგად და მიხედონ დროზე ამასა რომ არავის არაფერი დაუშავდეს. ბავშვებისთვის ძალიან საშიშია. ან ღამეთ შეიძლება ნასვამი ადამიანი მოდიოდეს და გადავარდეს შიგ. და რა წლობით არის 100 არის პირდაღებული 40 და გასაკეთებელია, მისახედია. როგორც პედაგოგები ამბობენ, მიტოვებული ტერიტორია საშიში დღითიდღე ხდება. ყოველი წვიმის შემდეგ მიწა იშლება, ქვები ცვივა, საფრთხე ექმნება ელექტროგადამცემ ბოძებს. საძირკველი ეცლება ასფალტის საფარს, რაც ცენტრალური სამანქანო გზის ჩამონგრევის საშიშროებას იწვევს. ერთი ორ მძიმე მანქანამ რომ გაიაროს დატვირთულმა, ნამდვილად ჩამოშავდება მთლიანად ესა. მოქმედებ რომ გადაბრუნდება ურემი გზა მაშინ ჩდებაო და ნუ გადავაბრუნებ და დროზე ბავშვებს უშველოთ და სკოლას უშველოთ და მოსახლეობასაც უშველოთ. თორე დატრიალდება რაღაც უბედურება. აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ბორჯომში მცხოვრებ ავთანდილ გონგლაძეს ეკუთვნის. ჩვენ შევეცადეთ საკითხის გარკვევას და მასთან დაკავშირებას. მან არაფერი არ ინგრევა, მთელი შენობა დამანგრევინეს მთლიანად. განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ავთანდილ გონგლაძემ. აღნიშნულ პრობლემაზე ტელეკომპანია ბორჯომმა სიუჟეტი 2013 წლის 18 ნოემბერს მოამზადა. მაშინ მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემდეგი კომენტარი გააკეთეს. განცხადება ჩვენ გაგზავნილია 21 ოქტომბერს. ჩვენს მიერ შემოწმება აღნიშნული ტერიტორია. თუ აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოღობილი სათანადოდ და ისევე წარმოადგენს საფრთხეს მაცხოვრებლებისთვის და მოსწავლეებისათვის, მოხდება ახალი შეტყობინების გაგზავნა ამ ობიექტის მესაკუთრესთან, ბატონ ავთანდილ გონგლაძესთან. ვადა საუბრობთ იქნება 5-დან 7 დღემდე, თუ ბატონი ავთანდილი თავისი ნებით შემდგომ არ განახორციელებს ამ ობიექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, მაშინ მუნიციპალიტეტი თავისი საკუთარი ძალებით გააკეთებს. დაიცავს ამ უსაფრთხოების ნორმებს, შემოღობს ტერიტორიას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამის საჭიროებას ჩვენ დავინახავთ. და შემდეგ დაიკისრება სასამართლოს ძალით ობიექტის მესაკუთრეს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების დაფარვა. ხედავს თუ არა მუნიციპალიტეტი ტერიტორიის შემოღობის საჭიროებას. ამ საკითხზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს.